უფალთან ყველაზე მეტად მაშინ უნდა ილოცო, იურთიერთო, კავშირში იყო, როცა ხარ კარგად. იმისთვის რომ არ გახდე ცუდად. მაგ დროს უნდა იყო უფალთან კარგად რომ ხარ და მაგ დროს გემუქრება საფრთხე ბნელებისგან და მაგ დროს უფრო მეტად უნდა იყო, ამიტომ უფალთან რომ გამუდმებით კარგად იყო. მარტივად გეტყვით. შენ რომ გამუდმებით კარგად იყო, როცა კარგად ხარ, მაშინ უნდა იყო უფალთან და მაშინ უნდა ილოცო. მაშინ უნდა გამოხატო მადლიერება და სხვა დანარჩენი. ყველაზე მეტად და არა მაშინ, როცა ცუდად ხარ. იმიტომ რომ შენ რომ ცუდად ხარ და მაშინ გახსენდება უფალი, ეს გეთვლება საჭიროებიდან გამომდინარე და არა იმიტომ რომ უფალთან ურთიერთობ. ამიტომ დაიმახსოვრეთ, როცა კარგად ხარ, ყველაზე მეტად მაშინ უნდა იყო უფალთან მადლიერებაში. როცა კარგად ხარ, მაშინ უნდა გახსოვდეს უფალი. როცა კარგად ხარ, მაშინ გახსოვდეს უფალი და იქნები ყოველთვის კარგად. დაიმახსოვრე ეს. როცა კარგად ხარ და შემდეგ რაღაც პრობლემები გეწყება, შენი აზრით რატომ გეწყება პრობლემები მერე? იმიტომ რომ უფალი გავიწყდება. და გავიწყდება რომ ყველა იმ მადლის, კარგად ყოფნის რაც გააქვს, უფლისგან გაქვს. და ამას რომ მივიწყებ, ეს ხდის უდად, მოდი ცოტა უხეშად ვიტყვი, კარგად რომ ხარ, ამ პარტავნება გერევა. ყოყოჩდები და გავიწყდება უფალი. და უფალი როგორც კი გავიწყდება, ბნელები გერევიან და მერე უკვე ისევ გახსენდება უფალი და აი ამ ჭიდაობაში ხარ, კარგად და ცუდად ყოფნაში და შენ ყოველთვის კარგად უნდა იყო. ხალხო, ყოველთვის კარგად ყოფნა არის გარანტი უფლისგან. რატო არ გესმით ეს? უბრალოდ ყოველთვის უნდა გახსოვდეს უფალი. ნახეთ, მე ეხლა პრობლემები რა თქმა უნდა ყოველთვის აქვს ადამიანს და სირთულეები, მაგრამ ძირითადად ვარ კარგად ღვთისწყალობით. რატომ? იმიტომ რომ ყველაზე მეტად მაშინ ვახსენდება უფალი, როცა კარგად ვარ. ყველაზე მეტად მაშინ და როცა ცუდად ვარ, შესაძლოა ყველაზე ნაკლებად მაშინ ურთიერთობდე უფალთან, თუმცა მაგ დროს ყველაზე მეტად უნდა იურთიერთო უფალთან. შენ რომ კარგად ხარ და უფალი საერთოდ დაგავიწყდა, რადგან მიგაჩვიეს ტაძარში მიხვიდე მარტო ტირილის დროს და ილოცო უფალთან მარტო პრობლემა რომ გაქვს და დაგავიწყდა რომ უფალი არის შენი მშობელი და ნახე შენ შვილს რომ მიუტან საჩუქარს. წარმოიდგინე. და შენმა შვილმა ეს საჩუქარი აიღო და როგორც კი ეს საჩუქარი აიღო, საერთოდ მოგიტრიალდა ზურგით და საერთოდ არ გიყურებს, არც გაგიღიმა, აღარ ახსოვხარ, ანუ პირდაპირ მნიშვნელობით დაგივიწყა. ვეღარ გამჩნევს ერთი კვირა, თქვათ. შენი აზრით ეს როგორი შეგრძნებაა მშობლისთვის? და როცა ასეთ ბავშვს არ ახსოვს საერთოდ მშობელი და არც უსმენს და არც არაფერს აკეთებს, კარგად რომ არის, სადღაც გადავარდება ისევ ფეხს დაიზიანებს, ხელს დაიზიანებს, რაღაცას იზიანებს და მერე დედა ახსენდება. მიშველე დედა, მომიტევე, მაგრამ ფეხი რომ დაიზიანე, სასწაულით გიშველო, სანამ დაიზიანებდი, მაქამდე გიშველი და. მაგრამ ეს ვერ მოახერხა, რადგან როცა კარგად ხარ, მაშინ გავიწყდება უფალი და როცა ცუდად ხარ, მაშინ გახსენდება და როცა გვიან არის, მაშინ გახსენდება და მერე ამის გამოკეთებას დრო ჭირდება. და მერე ფიქრობ, რომ უფალი ეფექტური არ არის. უფალი არის აბსოლუტურად ეფექტური, ხალხო. გააცნობიერეთ თქვენთან მიმართებაში, უბრალოდ თქვენ არ გახსოვთ უფალი კარგ მომენტებში. ყველაზე მეტად გაიღიმებს შენი ოჯახის წევრები და ბედნიერები არიან უფალო, მადლობა ამ მადლისთვის. უთხარი. რაღაც კარგი მოხდა შენ ცხოვრებაში, უფალო, მადლობა. დილით გაიღვიძე, უფალო, მადლობა. საკვები მიირთვი, უფალო, მადლობა ამ საკვებისთვის. უფალო, მადლობა დილით მზეს რომ ხედავ. მადლიერებას კი არ გასწავლით. ეს ნაშრომი არ არის მადლიერების. არამედ შენ ყველაზე საუკეთესო მომენტებს უფალთან უნდა აზიარებდე. და ამას არ აკეთებ შენ. შენს მშობელთან არ აზიარებ იმ საუკეთესო მომენტებს, რაც მან გაჩუქა. მარტო ტირილის დროს მიდიხარ. მიდი ტირილის დროს აუცილებლად უფალთან არ უნდა შეგწყვეს არანაირ მდგომარეობაში მისვლა. საქმე ამაში არ არის, ამას არ ვამბობ. იმას ვამბობ, რომ საუკეთესო მომენტები უფალთან უნდა გაიზიარო და ამას მოახერხებ, როცა უფალს ახსენებ. მაგ მომენტში, მაგ შეგრძნებით, საუკეთესო შეგრძნებით რომ ახსენებ უფალს და არა იმით რომ გვემავ. შენ უფალს ახსენებ, როცა გვემავ. და მომიტევე, მაგრამ გავიგე, რომ დახმარება გჭირდება, მაგრამ სად არის ის მეორე ნაწილი, რაც მე გაჩუქე, რისთვის მოგეცი, შვილო, ის საუკეთესო მომენტები ცხოვრებაში. ის მომენტები მინდა ჩემთან ერთად გააზიარო, შვილო, უფალი გეუბნება. და შენ მაგ დროს არ გახსოვს. რატომ? ნახე, მე განვიცადე რაღაც საუკეთესო შეგრძნება. ამ შეგრძნებით უფალს რომ იხსენებ, შენ ამ შეგრძნებით იხსენებ უფალს და ეს არის უდიდესი ძალა. გესმით? დიდი სიყვარულით იხსენებ უფალს და შენ რომ ტკივილით იხსენებ უფალს და ტკივილით ურთიერთობ და მეტი ურთიერთობა არიცი უფალთან, რანაირი ურთიერთობაა ეს შენი აზრით? არანაირი. როგორი რაღაც გემართებათ, იცით? როგორც წარმოიდგინეთ მცენარე, რომელიც უნდა შეწამლო, მაგრამ გაყვავილდა მცენარე და არ შეწამლე. ლამაზია, მაგრამ არ შეწამლე წინასწარ. და ერთ თვეში დაიწყო დაავადებები და ნახე დაავადებები დაიწყო. შენ მერე შეწამლე, ანუ მაგ დროს გაგახსენდა უფალი და დაიწყე ლოცვები, მაგრამ შენ უკვე იმ დაავადებამ დაგიზიანა გარკვეული მდგომარეობები და ამის განკურნება სჭირდება 10-ჯერ მეტი დრო, 10-ჯერ მეტი ენერგია და შენ მაშინ უნდა გეწამლა სცენარისთვის, როცა ყველაზე მეტად ყვავოდა და კარგად იყო, რადგან მაგ დროს ებძვის მწერები, მაგ დროს ებძვის პარაზიტები, რადგან საკვები ნივთიერებები
აქვს ხეს, შენც ასევე ხარ. აყვავებული რომ ხარ, ბნელები მაშინ გებრძვიან და გითესავენ ბოროტს, რომ რაღაც დაგემართოს და რაღაც ნეგატივს აყვე, რაღაც ის მოხდეს შენს თავს, ის მოხდეს, ეს მოხდეს და შენ ამას არ აკეთებ, შენ გამოდვებით უფალთან არ ურთიერთობ, რომ უფალმა შენ გაგწმინდოს, დაგიცვას, აზრი მოგცეს და გვიან გახსენდება და გვიან როცა გახსენდება დაგვიანებულია უკვე და მე უკვე ფიქრობ, რომ უფალი ისე რა გეხმარება. უფალი ისე რა გეხმარება კი არა ხალხო. უფალი პირდაპირ გეხმარებათ უბრალოდ არ იცით როგორი ურთიერთოთ უფალთან თქვენ. მეც არ ვიცოდი, არა უშავს. მეც ეხლა ვსწავლობ ყველაფერს. მთელი ცხოვრება უნდა ვისწავლო. ეს არ არის სირცხვილი. მე ისეთი რაღაც შეიძლება არ ვიცოდე, რომ ვიღაცა სიცილით პირდაპირ მნიშვნელობით გადახოხდეს და იფიქროს, რომ რა უიცია გიორგი. არა უშავს. თავარი ის კი არ არის რომ არ იცი. თავარია ის, რომ კითხვებს ვამ და აკეთებ უკვე ის რაც არ იცი. ნახე, უფალს ეუბნები, უფალო, კარგად ვიყავი, ეს ყველაფერი ვიყავი, რა დავაშავე, რატო არ მომხედე? უფალმა შენ მოგხედა, არ გახედე მაშინ, როცა კარგად იყავი, როცა მაშინ უნდა ეთქვა შენთვის შვილო, შენ ეხლა კარგად ხარ, დაგლოცავ შვილო, მაგრამ ეხლა რაღაც საფრთხე გელოდება იქედან და მომისმინე შვილო და შენ არა, ოჰ, მე მაგრად ვარ. ეხლა ხო კარგად ვარ ამ მომენტში. რაში მჭირდება უფალი, რაში მჭირდება? კარგად ვარ. კარგად რომ ხარ, მაშინ უნდა მიხედო თავს განსაკუთრებით და მაშინ უნდა მოусმინო უფალს. ვერ ხვდები? ენერგია რომ გიგროვდება, ჩანგონით სავსე ხარ, ყველაფერი საუკეთესოდ გაქვს, ეს რომ დაიცვა და ეს რომ შეინარჩუნო, ამ დროს გჭირდება ყველაზე მეტად უფალთან ურთიერთობა. აბა შენი აზრით, დაბეჭავებული რომ ხარ, მაშინ ჭირდები ბნელს? ბნელი შენ მაშინ გებძვის, როცა ყვავი და როცა კარგად ხარ. მაშინ გჭირდება უფალი ყველაზე მეტად. გააცნობიერეს. ამიტომ დაიმახსოვრე, უფალი გარანტირებულად ეფექტურია შენ ცხოვრებაში, როცა საუკეთესო მომენტებში ხარ, განსაკუთრებულად მასთან და გახსოვს ის. ხოლო როცა გვიან გახსენდება, შენთვის უფალი არის როგორი რაღაც ისი? მაინც რო ილოცები, აი, მოდი მაინც დავილოცები იქნებ მეშველოს. ხო, ქრისტიანი ხარ, დადიხარ ტაძარში, მაგრამ მაინც დავილოცები რომ რამე მეშველოს. შენ ამ ფაქტს რწმენაში ვერ მოიყვან. ნახე, შენ ვერ მოატყუებ შენ თავს და ვერ ეტყვი, იცი რა? უფალო, მე მწამს შენი რომ ეფექტური ხარ, იმიტომ რომ ფაქტი არ გედება ეფექტურობის უფლისგან და ფაქტი იმიტომ არ გედება ეფექტურობის, რომ გვიან გახსენდება ღმერთი და გვიან რომ გახსენდება უკვე დაგვიანებულია და დიდი დრო და ეს ყველაფერი ჭირდება და რწმენაც ვერ მოდის, ბუნებრივია. მე კი არ გეუბნები რომ რატო ხარ ეს, ვერ იქნები სხვანაირად. ნახე, მე რომ ეხა ტკივილის დროს და პრობლემის დროს მახსენდებოდეს უფალი, მხოლოდ მე ვიქნები ამ პრობლემა კარგად ყოფნა, ტკივილი კარგად ყოფნაში და მე ვერ მექნება უფლის მიმართ რწმენა, რადგან ფაქტი არ მექნება ამის. მე რაზეც ფაქტი არ მაქვს, არ მწამს იმის და მე რასაც გეუბნებით, იმიტომ მწამს და იმიტომ ვამბობ, რომ ამ აზრს და ამ მდგომარეობას ვანხორციელებ ჩემს ცხოვრებაში, როცა კარგად ვარ, მაშინ მახსოვს ყველაზე მეტად უფალი და მივხვდი უფლის ეფექტურობას ამ მიდგომით. და სხვანაირად თქვენ ვერ მიხვდებით უფლის ეფექტურობას. თქვენთვის ეს იქნება მაინც ვილოცებ, იქნებ რამე მეშველოს. აი ეს მდგომარეობა გექნებათ ყველას. თუ ამას არ გააკეთებთ, თუ საუკეთესო მომენტებში არ გემახსოვრება უფალი. ამიტომ გახსოვდეს უფალი ყველაზე მეტად, როცა კარგად ხარ. მადლობა უთხარი უფალს ყველაზე მეტად, როცა კარგად ხარ. მაშინ არის უფალი შენში ყველაზე მეტად და გამოხატე ეს უფალთან და ვერაფერი ვერ მოგერევა. მაქსიმალურად იქნები საუკეთესო მდგომარეობაში ყოველთვის. დაგლოცოთ უფალმა, გახსოვდეს უფალი ყოველთვის განსაკუთრებით საუკეთესო მდგომარეობაში როცა ხარ.